გამარჯობა. მე მოხეტიალე წიგნი ვარ. იმედია დაგაინტერესებ. წაიკითხეს მშვენიერი ამბავი. და ისევ გამიშვი. სხვებმაც მიპოვა. შემოგვიერთდით Facebook-ის გვერდზე. მოხეტიალე წიგნები. მადლობა დამგზავრებისთვის. თუ მსგავსი წარწერით ქუჩაში, სკვერში ან შენობაში წიგნი იპოვნეთ, ეს ნიშნავს, რომ მოხეტიალე წიგნების თამაშში ავტომატურად ჩაერთეთ. თამაშის პრინციპი მარტივია. წიგნს წაკითხვის შემდეგ ხალხმრავალ ადგილას ტოვებთ და თარიღს უთითებთ. მოხეტიალე წიგნების Facebook გვერდი სულ 3 დღეა შეიქმნა და უკვე 34,000-ზე მეტი მოწონება აქვს. პროექტის მიზანი წიგნის პოპულარიზაციაა. 31 მარტს საღამოს, როდესაც ვიჯექი სახლში და რატომღაც შემომიტია აზრებმა, რომ ჩემი წიგნი არ იყიდება ისე როგორც მე მინდა, ჩემი საკუთარი დაწერილი. ამისთვის უცებ დამარტყა თავში, რომ კარგი იქნებოდა თუ წიგნი თვითონ იპოვიდა გზას. ახალგაზრდა პოეტმა სალომე ბენიძემ საკუთარი წიგნი სახეტიალოდ უკვე გაუშვა და ახლა სხვა ავტორების წიგნებს ამოგზაურებს. ამბობს, რომ მისთვის ეს პროცესი ემოციურია. ვიყიდე კიდევაც ამისთვის სპეციალურად წიგნები ჩემი ბიბლიოთეკიდანაც გავიმეტე, ესე ვთქვათ, ჩემი ავტორობით წიგნით გავუშვი სამოგზაუროდ. ძალიან მომწონს ეს პროცესი. მოვაჩინე, რომ რუსთავის ქალთა დაწესებულებიდან ერთ-ერთი პატიმრის შერჩეული წიგნი წავიდა სამოგზაუროდ. თამუნა ლასხიშვილმა მოხეტიალე წიგნების შესახებ Facebook-იდან შეიტყო. იდეა მოეწონა და პროცესში თავადაც ჩაერთო. ამ წიგნს გეგეშიძის ბაღში დავტოვებ. პრინციპორს ნამდვილად გაუმართლებს. ანა ჩანტლაძემ საყვარელი წიგნი ვაკის პარკში დატოვა. TV3-ის ობიექტივში ძალიან მალე წიგნის ახალი მკითხველი გამოჩნდა. არ ვიცოდი ამ თამაშის შესახებ, აქ ეხა ვიპოვე ეს წიგნი, რომ წავიკითხავ, ისევ დავაბრუნებ ამ მოგზაურობაში წიგნი. და Facebook-ის გვერდი მოხეტიალე წიგნები. პროექტმა 3 დღეში თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. მოხეტიალე წიგნები თბილისის გარდა ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა რეგიონებში მოგზაურობენ. როგორ დავძლიოთ სიძულვილის ენა? წიგნი ამ სახელწოდებით პარლამენტის მედია ცენტრში ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. ფიქრობენ, რომ წიგნს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს წიგნი პარლამენტის მედია ცენტრში ჟურნალისტებს აგრარულ საკითხთა კომიტეტიდან გამოგვიგზავნეს. მოხეტიალე წიგნს ახლა ჩვენ ერთ-ერთი დეპუტატის სამუშაო ოთახში დავტოვებთ. წიგნს ტოვებ გაჩერებაზე. ემზარ კვარაცხელია თამაშში ფოთიდან ჩაერთო და საყვარელი წიგნი ხალხმრავალ ადგილას ავტობუსების გაჩერებაზე დატოვა. მომეწონა იდეა და გადავწყვიტე, რომ ფოთშიც წავომეწყო ეგ აქცია და დღეს უკვე ჩვენ Facebook-ის გვერდით შევქმნით. 2014 წლის 4 აგვისტო. მარი კორინთელი ელიტარული ინტელექტ კლუბის წევრია. მოხეტიალე წიგნებს მისი წიგნი ბათუმიდან უერთდება. თამაში ზღვისპირა ქალაქიდან ერთვება ირაკლი ბაკურაძეც და სკვერში ჯონ ბენვილის ზღვას ტოვებს. დავდე პირველი წიგნი გავუშვი და არ ვიცი რაღაც ძალიან კარგი გრძნობა წამოვიდა, თუ აი შეიძლება უამრავმა ადამიანმა, თუნდაც ერთმა ადამიანმა ნახოს, იპოვოს წიგნი, წაიკითხოს და მიიღოს ამით სიამოვნება. მოხეტიალე წიგნები ეს არის ყველაზე მშვენიერი ეპიდემია, რაც კი ოდესმე მოძდებია ადამიანებს. მოხეტიალე წიგნების პროექტის ავტორი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე თამაშის განვითარებაზე ფიქრობს. წიგნებმა შესაძლოა მალე ეგრეთ წოდებულ საზღვრებს მიღმა ოკუპირებულ საქართველოშიც იმოგზაურონ. ასობით წიგნთან ერთად მოგზაურობას დათო ტურაშვილის ჯინსების თაობაც იწყებს და აქვე მინიშნება მომავალი მკითხველისთვის ადგილს, სადაც წიგნს ტოვებ რეალურ ისტორიასთან კავშირი და სიმბოლური დატვირთვა აქვს.